ავერსთან მაკავშირებს ძალიან ბევრი წლის ურთიერთობა, სიყვარული, მეგობრობა, თანამშრომლობა. აქ მართლა ყველა ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს კომპანია მხარს უჭერს ყოველთვის ტალანტებს, ახალგაზრდებს, დამწყებ მომღერლებს და არა მარტო, რა თქმა უნდა, მეც პირადად ძალიან ბევრჯერ მიგრძნია მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ჩემი და ავერსის ურთიერთობა დაიწყო რამოდენიმე წლის წინ, როდესაც მე კიდე აქტიურ სპორტში ვიყავი. ზოგადად ავერსი ძალიან ეხმარება სპორტსმენს და გვერდში უდგას, რომ გააუმჯობესონ თავიანთი სპორტული მიღწევები და მიაღწიონ უმაღლეს მწვერვალს. ავერსთან ჩემი ურთიერთობა რო გავიხსენო საწყისი, უნდა გადავახვიო რამდენიმე წლით უკან და დაუბრუნდა მხოლოდ ქართულის პერიოდში, როცა ფინალში კონკრეტულად სადაც ველოდებოდით უკვე რომ გამარჯვებული გამოცხადდებოდა, იქამდე იყო რაღაც პრიზების გადაცემის ცერემონია. პროექტში ჩამაწერინეს ეგეთი კითხვაზე პასუხი და მკითხეს მოკლედ რომ რაზე ვოცნებობდი. მოვყევი რომ ძალიან მინდა და მთელი გულით მინდა რომ ესწავლა მუსიკალურ კოლეჯში ბერკლიში კონკრეტულად და რომ რაღაცნაირად მინდა და დამელაგებინა გზები რომ რაქამდე მივსულიყო. და ნუ მოკლედ ფინალის დღეს პრიზების გადაცემის დროს ავერსმა გადაწყვიტა რომ გამიკეთებდა საჩუქარს და დამიფინანსებდა სრულად ბერკლის კურსი. მე 6 წლის ვიყავი ჩოგბურთელობა რომ გადავწყვიტე და ეხლა ვარ 10 წლის და ვარ საქართველოს ნაკრებში 12 წლამდე. მე წელიწადში ორჯერ ვიღებ ავერსის ქაფის ტურნირში მონაწილეობას. ძალიან კარგია რომ ავერსი ხელს უწყობს ამ სპორტის განვითარებას. მოხუცებულობა ყოფილა საოცრად ლამაზი რამე, არაფრით განსხვავებული გაზაფხულისგან, ზაფხულისგან და შემოდგომისგან. ჩემი და ავერსის სიყვარული, ჩემი და ავერსის ურთიერთობა იწყება ძალიან პატარა ასაკიდან. როდესაც ვიყავი 9 წლის და ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ჩემი პირველი პროექტი ანაბანა, მაშინ მე გავხდი ავერსის ფავორიტი და ის პროექტები, რომელიც იყო ჩემს ცხოვრებაში და განსაკუთრებული პერიოდები, ყოველთვის ვიყავი ავერსის რჩეული, როგორებიც არის, მხოლოდ ქართული, ცეკვავენ ვარსკვლავები და ასე შემდეგ. მართლა ძალიან სუბიექტური ვარ ავერსის მიმართ, იმიტომ რომ უდიდესი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და რაღაცნაირი განსაკუთრებული ამბები მაკავშირებს ავერსთან. რაღაცნაირად მგონია რომ ოჯახივით არის ავერსი. ახალი წელი ალბათ როგორი პერიოდიც არ უნდა იყოს ასოცირდება ჯადოსნურ შეგრძნებებთან და ჩემთვის ეს მომენტი ავერსთან და მეგობრების მომენტი იყო ჯადოსნური მომენტი. ყველას ვუსურვებ რომ მიზნისთვის ბრძოლა არ შეწყვიტოს არანაირი გარემოების გამო და მიიღოს ახალ წელს საუკეთესო სურვილებით. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ავერსის მომხმარებელს მიულოცო შობა ახალი წელი, უსურვო ჯანმრთელობა, წარმატებები და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მე მინდა ჩემ საქართველოს უსურვო რომ უყვარდეს სიცოცხლე. უყვარდეს სიცოცხლე იმ განზომილებაში, რომ აქ სიყვარულია ადამიანური, აქ სიყვარულია სიმშვიდის. კარგად იყოს ავერსი, კარგად იყოს ჩემი ქვეყანა და ადამიანებო გიხაროდეთ. სიცოცხლე ულამაზესი რამეა. მე მინდა დამდეგი შობა ახალი წელი მოგილოცოთ ავერსის მომხმარებლებს და მთელს საქართველოს გისურვებთ რომ იყოთ ჯანმრთელად და ბედნიერად, რა თქმა უნდა, ავერსთან ერთად. ავერსი როგორც ჩემთვის და ახლა უკვე ჩემი შვილისთვის მართლა ფაქტობრივად სულ ახალ წელს გვიწყობს, ისე გვანებიურებს და მინდა რომ ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყველაფერი საუკეთესო, რა თქმა უნდა, როგორც თვითონ უყვართ თქმა, სულიერი სიმშვიდე, ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, გაერთიანება და ძალიან ბევრი ახალი ფილიალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რათა ბევრი ადამიანი გააბედნიერონ და აჩუქონ საოცარი დღეები. ჩემი მიზანია რომ მოვიგო 25 დიდი სლემი და ავერსის მომხმარებლებსაც ვუსურვებ რომ თავიანთი მიზნები აუსრულდეს. მიხარია, ჩემი ახალი წელი ავერსიდან იწყება და მე აქ ვარ ძალიან ბევრი წელია.
იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია მეგობრობ ავერსთან. ახალი წელი იგრძნობა აქ. და რა ვიცი, რა მინდა უსურვო? პირველ რიგში ავერსს მინდა უსურვო. ბედნიერება, წარმატება, პროფესიონალიზმი და ხარისხი და ეს ყველაფერი ემთხვევა იმას, რაც მე ყველაზე ძალიან მიყვარს და რასაც მე ყველაზე ძალიან ვაფასებ. ალბათ ქვეყანასაც პირველ რიგში უნდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი და უნდა უსურვო სიყვარული, სიკეთე, პროფესიონალიზმი, ხარისხი, თავისუფლება, სილაღე. ეს ის არის, რაც ყველაზე ძალიან გჭირდება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.